მე ვარ ანასტასია ვახტანგური 10 წლის. ვსწავლობ მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, სიმღერა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. ცოტა ხანი დავდიოდი ლაზურში და მერე გამოვედი. მერე იმიტომ გამოვედი, რომ ახალი ცეკვა იწყებოდა და ის ცეკვა არ მინდოდა. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ისე გული კიდამწყდა ცეკვიდან რომ გამოვედი. დედიკოსთან შეთანხმებული ვარ და ისევ უნდა შევიდე. მინდა მქონდეს კონცერტი და ვიცეკო დიდ სცენაზე. მაგ კონცერტზე ჩავიცვამდი წითელ გრძელ კაბას. მე ასევე ძალიან მიყვარს სიმღერა. სახლში მაქვს მიკროფონი და ხოლმე ვაწყობ კონცერტებს. ამ კონცერტს ესწრებიან ჩემი ოჯახი და 2 ბიძაშვილი. ჩემი საყვარელი სიმღერაა ტანტალები. ჩვენ ძმები ვართ ყუბები, ერთადერთი ლტყუბები. განსხვავებული ვიშევიშეთ ჩვენ არ დავლევ ჭიქები. ჩემ სოსოზე მაგარი, მე არ ვიცი თამადა. 2 ცალხვინოს და ესკანზე თუ არ დააბა. ლალები, ლალები და ქალები. ტანტალებო გენაცალებით. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კარგი კლასელები და მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ელენე ვერიცი. ყველაზე ჭკვიანია ეკატერინე ვარშანიძე. ყველაზე მშვიდია ელენე ვედინაძე. ყველაზე ბედნიერია ეკატერინე მგალობლიშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭია და ნიჭიერი. მე ვიპრანჭები ასე ვდგები სარკესთან, ვისვამ პამადას, ვისვამ ჰაილაიტერს და თმებს ვიბარცხნი. ხოლმე ჩუმად ვიცმობ დედაჩემის მაღალ ქუსლიანებს. ხოლმე მე და ჩემი დედიკო ერთად დავდივართ სალონში და ერთად ვიპრანჭებით. ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრად რომ მიდივარ ჩემს ბიძაშვილებთან. ზოგჯერ ოჯახთან ერთად დავდივართ რესტორნებში. რესტორანში ყველაზე უფრო მეტად მიყვარს ლამაზი გოგოები რომ ცეკვავენ. მათ შორის ყველაზე ლამაზი გოგო მეც ვარ. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნინო არდაზიშვილი. იმიტომ რომ განათლებულია, სწავლია, ლამაზია და საყვარელია. ახლა მინდა ვიყო 19 წლის, იმიტომ რომ ვიქნებოდი მასწავლებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, დაიკო და მეორე დაიკო. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი უფროსი და არის 11 წლის და ჰქვია ბარბარე. ის არის მხიარული, ლამაზი და განათლებული. ჩემი აზრით ბარბარე რო გაიზრდება, გამოვა ხატვის მასწავლებელი. მეორე და არის 4 წლის და ჰქვია ელისაბედი. ელისაბედი არის საყვარელი, ლამაზი, ცოტა ცელკი. ელისაბედი დიდი რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და უშიშარი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ კარგ სიტყვებს ეუბნება და საჩუქრებს ჩუქნის. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. დედიკო არის თბილი, მზრუნველი, განათლებული და ლამაზი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ჩორბა. ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ბულერბიერი ბავშვები. საყვარელი ფილმია სარა და რაგენი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს შევძლებდი ფრენას. ფრენა რომ შემოძლოს აქედან პირდაპირ გაუფრინდებოდით ბევრ ქვეყნებში. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 13. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანასტასია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ანასტასია დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანასტასია რომ არ მერქვას მერქმეოდა ანკა. ჩემს შვილებს დავარქმევ ეკას, ეკატერინეს, ანას, ელენეს, ნინის, ლომისის, საბას, სანდროს, ან კიდე სხვა რამეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ტრიშიმურთი. ჩემი ნება რომ იყოს ავკრძალავდი დახოჭობანას. იმიტომ რომ შეიძლება ბავშვი დაიგარგოს. ბედნიერება არის ოცნების აღწერა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.